თუ გიგეჩვენებათ, რომ თქვენი რომელიღაც მდიდარი ნათესავი უზომოდ ძუნწია, დასკვნების გამოტანას ნუიჩქარებთ. ისტორიამ ბევრად უარესი მაგალითები იცის. ახლა მოგიყვებით ქალზე, რომელიც ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ძუნწი ადამიანის სახელით შევიდა. 1916 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა გენრიეტა ჰოულენდ გეტი გრინი, რომელსაც უოლ-სტრიტის ალქაჩსაც ეძახდნენ. არა, ის სულაც არ მოუკლავს თავის სიცოცხლეს, 91 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. სიკვდილის მომენტში გეტი იმ დროის უმდიდრესი ქალი იყო პლანეტაზე და ახლანდელი კურსით მისი ქონება $4 მილიარდ უტოლდებოდა. ის ფლობდა 8000-ზე მეტ მიწისნაკვეთს და სარკინიგზო კომპანიების აქციებს. გენრიეტა 1834 წელს დაიბადა ოჯახში, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ შეძლებულად ითვლებოდა. ჰოლენდების შემოსავლის ძირითადი წყარო ვეშაპის ქონით ვაჭრობა იყო. გოგონას აღზრდით მთლიანად ბაბუა იყო დაკავებული, გიდეონ ჰოულენდი. გენრიეტა პროტესტანტული რელიგიური დაჯგუფების კვაკერების მიმდევარი იყო, რომელიც საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული ახალი ინგლისის შტატებში. ეს რელიგიური დაჯგუფება თვით შეზღუდვას და კვებასა და ჩაცმაში მაქსიმალურ მოკრძალებას ქადაგებს. როდესაც მოხუც გიდეონს თვალს დააკლდა, 7 წლის გეტი მას კალთაში ეჯდა და გაზეთებში ფინანსურ ანგარიშებს უკითხავდა. თან ამას გულწრფელი ინტერესით აკეთებდა და უკვე იმ ასაკში იცოდა, რა განსხვავება იყო მაგალითად აქციებსა და ობლიგაციებს შორის. მოზარდობისას გოგონა უკვე მშვენივრად ერკვეოდა ბუღალტერიაში და მამას საქმეების კეთებაში ეხმარებოდა. ანაზღაურების სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, და ბედნიერებას ანიჭებდა საწარმოო ხარჯების შემცირების კანონიერი გზების პოვნა. ამავე დროს გოგონა საკუთარ თავზეც გამუდმებით ეკონომიას აკეთებდა. მაგალითად, თვლიდა, რომ გამოსაშვების საღამოს კაბაზე ფულის ფლანგვა სიბრიყვე იყო. კაბის ფული ბანკში შეიტანა, გამოსაშვებ საღამოზე კი ძველი კაბით წავიდა. სკოლის დასრულების შემდეგ გეტიმ ბუღალტრული კურსები გაიარა და ფინანსების სამყაროში მთელი არსებით გადაეშვა. მის განუზომელ ხელმომჭირნეობაზე, რომელიც დროთა განმავლობაში წარმოუდგენელ სიძუნწეში გადაიზარდა, ლეგენდები დადიოდა. გენრიეტა საკმაოდ სიმპათიური გოგონა იყო, მაგრამ პოტენციურ თაყვანისმცემლებს აფრთხობდა ის გარემოება, რომ გოგონა გამუდმებით ერთი და იგივე ძველი კაბით და ქუსლებ გაცვეთილი ფეხსაცმლით დადიოდა. სანთლებს ეკონომიის მიზნით სტუმრების წასვლამდე აქრობდა. ხელსახოცებს კი რეცხავდა, აუთხოვებდა და თავიდან იყენებდა. მალე გეტი მამასთან ერთად საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. რამდენიმე წელიწადში მამაც საიქიოში გაემგზავრა. ოღონდ სიკვდილის წინ ქალიშვილი გააფრთხილა, ის როგორც მდიდარი ადამიანი მტრებს შესაძლოა მოეწამლათ და ამიტომ ფრთხილად უნდა ყოფილიყო. იმ დროიდან გეტის სიძუნწესთან ერთად უკიდურესი ეჭვიანობა და სიფრთხილე დასჭამდა. მაგალითად, მხოლოდ საკუთარი ხელით მომზადებულ საჭმელს ჭამდა. ჰომეოპათიის ჯადოსნურის შესაძლებლობებისაც სჯეროდა და წარმოუდგენელი დოზით მიირთმევდა ხახვს და ნიორს და გარშემომყოფებს შესანიშნავი არომატით აჯილდოვებდა. მამის გარდაცვალების მერე, ეს კი 1865 წელს მოხდა, გეტიმ შთამბეჭდავი მემკვიდრეობა $7 მილიონი მიიღო. ცხადია, ძვირფასეულობაზე და კომფორტულ ცხოვრებაზე გეტიმ ფული არ გაფლანგა. ფულის დაზოგვა, ინვესტირება და ქონების გაზრდა, მეტი მას არაფერი აინტერესებდა. რამდენიმე წელი სასამართლო გარჩევამაც წაიღო, საქმე ის არის, რომ დეიდამ თავდაპირველი ანდერძით გეტის საკმაოდ სოლიდური ქონება უანდერძა, თუმცა ბოლოს ანდერძი შეცვალა და ყველაფერი ქველმოქმედებაში გაუშვა. დაჭრილი ვეფხვის გააფთრებით გეტიმ სასამართლოში დეიდის ქონებაზე უფლებების დაცვა დაიწყო და იქამდე მივიდა, რომ დეიდის ერთი ძველი ანდერძი იპოვა და გააყალბა, თითქოს ამ ანდერძით ყველა სხვა უკანასკნელი განკარგულება უქმდებოდა. ამასობაში გეტიმ თავისი მომავალი ქმარი გაიცნო, ედვარდ გრინი. ამერიკელი გრინების საგვარეულოში იყვნენ კონგრესმენებიც, მოსამართლეებიც, ედვარდის ბიძა კი ბოსტონის მერი იყო. თავად ედვარდი განათლებული კაცი, რომელიც რამდენიმე ენაზე საუბრობდა, მათ შორის ჩინურადაც, დიდი მოგზაური იყო და ნახევარი მსოფლიო შემოვლილი ჰქონდა. 18 წელს ფილიპინებზე ცხოვრობდა, სადაც ჰაშიშით, თამბაქოთი, ჩაით და აბრეშუმით ვაჭრობდა. სოლიდური ქონებაც დააგროვა. მამის გარდაცვალების მერე ედვარდი გეტის თანაუგრძნობდა, ამხნევებდა, ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ 32 წლის გენრიეტა გათხოვებას დათანხმდა. საქმრო ორმოს კარგახნის გადაცილებული იყო, შეთხელებული თმით და წამოზრდილი ღიპით. თუმცა გეტის ქმარში სხვა რამ მოსწონდა, მსგავსი შეხედულებები და ცხოვრებისეული პრინციპები. ქალის მსგავსად არც ედვარდს უყვარდა ფულის, მისი აზრით სისულელეებში ფლანგვა. მოკლედ, წყვილმა თავიანთ ურთიერთობებს კანონიერი სახე მისცა და საქორწინო კონტრაქტითაც გაამყარა, რომლის თანახმადაც ედვარდს გეტის ქონებაზე პრეტენზია არ შეიძლებოდა ჰქონოდა. არც ერთ ცენტზე. ოჯახი ოჯახად, მაგრამ
ფულს მომჭირნეთ ხარჯვა სჭირდებოდა. მაშინაც კი, როცა ედვარდს თავის ბიზნესში პრობლემები შეექმნა და გაკოტრდა, გეტიმ ქმარს დახმარება არ აღმოუჩინა. უბრალოდ ადგა და გააკეთო. ამ დროს გეტის უოლ-სტრიტზე უკვე ყველა იცნობდა. ის ჰექტორობით მიწას და უძრავ ქონებას ფლობდა. მას ბადალი არ ყავდა ბირჟაზე თამაში. ბროკერებმა იცოდნენ, თუ კი გეტი გრინი რომელიკას კომპანიის აქციებს ყიდულობდა, ხვალ ამ კომპანიის აქციების ფასი ცაში გაფრინდებოდა. აქციების ყიდვისას გეტი იმდენად დეტალურად სწავლობდა კომპანიის საქმეებს, რომ მეპატრონეებზე მეტი იცოდა ხოლმე მათ ბიზნესზე. გეტის ქორწინებაში ორი შვილი ყავდა, ნედი და სილვია, რომლებიც მუდმივად იტანჯებოდნენ დედის აბსურდულობამდე მისული სიძუნწით. მილიონერ დედას საკუთარი სახლი არ ჰქონდა, ის ყველაზე იაფასიან სასტუმროებში ცხოვრობდა, გამუდმებით აკეთებდა ეკონომიას მედიკამენტებზე და პროდუქტებზე. ჰენრიეტა უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არ ხარჯავდა ფულს ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე. საცვლებს კი მხოლოდ მაშინ ყიდულობდა, როცა ძველი ნაფლეთებად იქცეოდა ხოლმე. ქალი არაზროს სარგებლობდა მოახლის ან მრეცხავის მომსახურებით. გაზეთის წაკითხვის შემდეგ ქალი ნეტს თავის შვილს აიძულებდა, წასულ იყო და უკვე წაკითხული გაზეთი გაიყიდა. მაღაზიაში კი საათობით ვაჭრობდა თითოეული ცენტისთვის. გამყიდველებს ის, რა თქმა უნდა, ეზიზღებოდათ. ქალის სიძუნწის გამო მისმა შვილმა ნედმა ფეხი დაკარგა. ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ნეტს ციგა აჩუქეს. ბიჭი ამხელა ბედნიერებას ვერ იჯერებდა და დასაშვებად ყველაზე ციცაბო გორაკი აირჩია. დაშვებისას ციგა გადაუბრუნდა და ბავშვმა ფეხი დაიშალა. ეკონომიის მიზნით გეტიმ შვილი ღატაკების საავადმყოფოში მიიყვანა და ფულის გადახდა იქაც რომ დაენანა გადაწყვიტა შვილისთვის სახლის პირობებში ემკურნალა. ყველაფერი იმით დასრულდა რომ ნედი გამუდმებით იტანჯებოდა ტკივილისგან. მოგვიანებით კი მუხლს ზემოთ ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო. გეტი ბერდებოდა, თავისას კი არ იშლიდა. მას არ ტოვებდა შიში რომ მოკლავდნენ და უიშვიათესა თუ კი სადმე სტუმრად მაინც წავიდოდა, იქაც კი საკუთარი პროვიზიით დადიოდა. სპირტის პატარა ქურა მიჰქონდა და კვერცხს იხარშავდა. იარაღის ტარების ლიცენზიაც აიღო და პისტოლეტს მუდამ ატარებდა. როდესაც ნიუ-იორკში პირველი მანქანები გაჩნდა, გეტი მისიც როგორც ფუფუნების საგანი უარყო და განაცხადა, რომ იესოს გადასაადგილებლად ვირიც ყოფნიდა. სწორედ ფეხით სიარულისას დააფიქსირა ფოტოგრაფის ობიექტივმა უცნაური ქალის აი ეს ცნობილი ფოტო. შავი პლაშში, ქუდი ქვრივის ვუალით, გაბოროტებული სახე და მკვეთრი, არც თუ ბებრული ნაბიჯები. ამ იერის თუ მისი ხასიათის გამო ქალს უოლ-სტრიტის ალქაჯი შეარქვეს. 1902 წელს გეტის ყოფილი ქმარი ედვარდი სრულ სიღატაკეში გარდაიცვალა. მისტერ გრინი ყოფილ სულს მცირეოდენ დახმარებას თხოვდა, მაგრამ გეტის არაფრის გაგონება არ სურდა. გეტი ქმრის სიკვდილიდან 14 წლის მერე, რამდენიმე ცენტზე ვაჭრობის დროს გულის შეტევით 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქალიშვილი სილვია, რომელიც დედასთან შეკამათებას ვერაზროს ბედავდა და შინაბერად დარჩენა ემუქრებოდა, ბოლოს მაინც გათხოვდა. ეს პრაგმატული გათვლა იყო მისი რჩეული მეტიუ ასტორ უოლქსი, მილიონერი იყო და სილვიაზე 20 წლით უფროსიც. გეტის გარდაცვალების შემდეგ, როცა მისი ქონება დათვალეს, 200 მილიონი დოლარი გამოვიდა. ახლანდელი კურსით ეს 4 მილიარდი დოლარია. მთელი ქონება გეტიმ ნეტს დაუტოვა. ნედი წესიერი კაცი იყო და ქონება დასაც გაუნაწილა. ამის მერე კი ის გააკეთა, რაზეც მუდამ ოცნებობდა. გართობა, ლოთობა, დროსტარება და ფულის დაუთვლელად პლანკვა. სილვიამ თავისი ქმრის გარდაცვალების მერე კიდევ 25 წელი იცოცხლა და თავისი მილიონების საქველმოქმედო ორგანიზაციებს უანდერძა. ასე გაქრა ჰენრიეტა გრინის მთელი ცხოვრების განმავლობაში სიძუნწით ნაგროვები უზარმაზარი ქონება. გამდიდრების რეცეპტი კი ჰენრიეტა გრინისგან მარტივია. ქონების დაგროვებაში საიდუმლო არაფერია. რაც თქვენ გჭირდებათ, მხოლოდ ის არის, რომ იყიდოთ იაფად და გაყიდოთ ძვირად. იმოქმედოთ ხელმომჭირნე და პრინციპულად. იყოთ თანმიმდევრული.